მოგესალმებით, ვიწყებთ საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალ-საკუთრებათა კომიტეტის ბორის სტომას. დღის წესრიგში გამოტანილი გვაქვს ერთი საკითხი. დღის წესრიგთან რაიმე შენიშვნები ხო არა გაქვთ კომიტეტის წევრებს? გთხოვთ დაგვიდასტუროთ დღის წესრიგი. გვაქვს ერთი საკითხი საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საკანონმდებლო პაკეტის საქართველოს კანონის პროექტის ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხიდან და უსაფრთხოების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე და ასევე გამომდინარე კანონებიდან ეს არის ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ, ეს არის ჯანმრთელობის დაცვის შესახებ საქართველოს კანონში, საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ კანონში და საქართველოს და საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ. ეს არის დაჩქარებული წესით კანონი მესამე მოსმენით. ინიციატორი საქართველოს მთავრობაა და მოხსენებელი ისევ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა შრომის ჯანმრთელობისა და სოციალურ დაცვის მინისტრის მოადგილე ქალბატონი ირინა წაქაძე. მადლობა ქალბატონო ირინა, მოკლედ დღეს ხვალაც ერთად ვიქნებით და მადლობა თქვენი შრომისთვის. კიდევ ერთხელ მოგესალმებით, დიდი მადლობა ბატონო ზაზა. მეორე მოსმენის შემდეგ მესამე მოსმენამდე პრინციპში ტექსტში არანაირი ცვლილება არ განხორციელებულა. ერთადერთი აი მესამე პუნქტში უნდა დავაზუსტოთ თარიღი 2026 წლის 1 აპრილზე მითითება, შევცვალოთ 2 აპრილზე მითითებით და რამდენადაც ვიცი უკვე შესწორებული ტექსტი არის დარიგებული მესამე მოსმენისთვის. ხედავთ ამას. სხვა შეკითხვები ხო არა გაქვთ ქალბატონ ირინასთან? ვინ არის მომხრე ამ შესწორებით მივიღოთ? ერთხმად წინააღმდეგი არავინ არ არის. დიდი მადლობა. კანონი მესამე მოსმენით მიღებული ამით კომიტეტის ხდომა დასრულებულია. დიდი მადლობა ყველას.